კერძო სკოლა ლიცეუმი კვირიკე. სკოლაში სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე აპრობირებული მეთოდით. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების გარდა მოსწავლეები დამატებით სწავლობენ ორ უცხო ენას, ინგლისურს და რუსულს, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, მხატვრულ შემოქმედებას, ქართულ ცეკვას, ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს, ჭადრაკს, მეტყველებას. პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან ორჯერადი კვებით. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოსწავლეები პედაგოგის მეთვალყურეობით ამზადებენ დავალებებს. მისამართი: ალექსანდრე ყაზბეგის 47. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე 551 63 30 00. სკოლა ლიცეუმი კვირიკე. მომავლის საქართველოსთვის. მოგესალმებით, ეს არის გადაცემა მომავალი თაობა. მე კი მისი წამყვანი გახლავართ სოფიო ხარგრძელი. და ჩემთან სტუმრად არიან ჩემი მეგობრები ნანა ხუციშვილი, გიორგი ექსეულიძე, გიორგი წილოსანი და გიორგი ჯაბადარი. დღევანდელი ჩვენი თემა არის გარდატეხის ასაკი და მასთან დაკავშირებული პრობლემები. რა პრობლემებს თქვნის თქვენი აზრით გარდატეხის ასაკი? რო ჩამოთვალოთ, რა გახსენდებათ? მოდი გიორგი შენგან დავიწყოთ. პრობლემები ბევრია, რა თქმა უნდა. ესე ჩამოთვლა, ძირითადი პრობლემა ის არის, რომ ეს არის დაპირისპირება მშობელსა და თვითონ ბავშვს შორის, რადგან ბავშვს ასე ვთქვათ ეცვლება აზროვნების რაღაც განხრა და აქედან გამომდინარე აქვს რაღაც პროტესტის გზნობა. ამიტომ ხშირად ხდება დაპირისპირება მშობლებსა და შვილებს შორის, რაც საბოლოოდ მივყავართ იმ პრობლემამდე, რომ ისინი ვერ უგებენ ერთმანეთს და ეს გადადის უფრო სერიოზულ ამბავში. ნანა, შენ ეს თქვენ თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, მოზარდობის ასაკი ძალიან რთული პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც რომელზეც ძალიან ბევრია დამოკიდებული, ადამიანის მომავალი ცხოვრება არის ფაქტურად დამოკიდებული ამაზე, იმ ტრამვამ, რომელსაც ადამიანი მიიღებს ფიზიკური იქნება თუ რა სულიერი იქნება, ფსიქოლოგიური უფრო მეტად, ძალიან დიდ როლს თამაშობს მის მომავალ ცხოვრებაზე, ძალიან ღრმად შეიძლება აღიბეჭდოს მის ცხოვრებაში. ამიტომ ყველანაირად უნდა შეეცადოს მშობელი იქნება, მეგობარი, არ აქვს მნიშვნელობა ეს ვინ იქნება, ყველა უნდა მოზარდ ადამიანს მოეკიდოს ყველანაირი გაგებით, მით უმეტეს თუ ეს ასაკი უკვე გამოვლილი აქვს ამ პიროვნებას. უნდა მოეკიდოს ყველანაირად გაგებით და არ უნდა შეუშალოს ხელი, ანუ საკუთარი გეგმების განხორციელებით. მაგალითად, რაღაც უნდა ადამიანს რომ მიაღწიოს ამას, ამისთვის იბრძვის სპორტს შეეხება თუ რაც იქნება, არ უნდა შეუშალოთ ხელი ამ შემთხვევაში. ძალდატანებით არ შეიძლება მოზარდს რომ მიუდგეთ, წიგნების კითხვა იქნება სპორტზე სიარული რომ დატვირთავენ ადამიანს ზედმეტად და ძალიან ღიზიანდება ამით მოზარდი. ანუ ახლა ამ თემასთან დაკავშირებით თქვენი აზრით ხშირია თუ არა მშობლების აუხტენელი ოცნების მოზარდზე გადატანა, ანუ მოზარდზე თავზე მოხდა. მოდი გიორგი შენგან დავიწყოთ. ჩემი აზრით ძალიან ხშირად ხდება ეს, თუნდაც ადამიანს უნდა რომ, ანუ მშობელს უნდა რომ თავისმა შვილმა გააკეთოს ის, რასაც აკეთებდა თვითონ ამ ასაკში, გარდატეხის ასაკში, თუნდაც რა ვიცი, ფეხბურთზე სიარული, თან ცეკვაზე ან სურვაზე, მერე იქნება ეს პროფესიის არჩევა და ასე შემდეგ. ჯერ თავიდან დავიწყებ, მე დავეთანხმები გიორგის, რომ საერთოდ სხვა ეტაპზე გადასვლა არის გარდატეხის ასაკში, გადადიხარ ბავშვობიდან საერთოდ სხვა ეტაპზე, უკვე ყალიბდები არა მარტო ფსიქოლოგიურად, არამედ ფიზიკურად, არამედ ხმის ტემბრი, ყველაფერი გიყალიბდება და სულ სხვა ადამიანი ყალიბდები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ამ მომენტში მოვასწრო ძალიან ბევრი რამის დაალაგება ცხოვრებაში. ეს მომენტი არის, აი რაც უკვე მშობლების დაძალება არის, რომ იარონ იმაზე, რაც თვითონ უნდათ. მაგ მომენტში ხდება ძირითადად და არ უნდა ეცადონ მშობლები, რომ მოახდინონ თავზე ის, რაც თვითონ უნდათ. იმიტომ რომ მაგ პერიოდში გიშდება პრეტენზიები, გიშდება უკვე შენი აზრები და მაგ მომენტში თუ მოგახდენ შენ თავზე ამ ყველაფერს, შეიძლება პრობლემები შეიქმნას თან არა პატარა, არამედ დიდი და შეიძლება ეს ჩხუბით დამთავრდეს და საერთოდ არ ელაპარაკო მშობლებს, იმიტომ რომ საერთოდ სხვა აზრი ქონდეს და გახვედენ თავზე. თქვენი აზრით ხშირია თუ არა, ანუ მშობლებისგან ჩაგვრა და ზეწოლა, ანუ ბავშვების მიმართ? ზეწოლა არჩევანთან დაკავშირებით არის, ანუ როგორც ახსენეს. ანუ არჩევანთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში თუნდაც როცა მართლაც ბავშვს არ უნდა თქვა, არ აქვს იმის ნიჭი, რაც მშობელს ჰქონდა და სულ სხვა ღირებულებები აქვს, ამ დროს მართლა ღირებულებები უყალიბდება ადამიანს და უფრო ცდილობს რომ დამოუკიდებლად მოეკიდოს საკუთარ პიროვნებას. აქედან გამომდინარე, რომ ესაც შენ
შენი მშობელი თუნდაც გეუბნება რომ ის უნდა გააკეთო რაც არ მოგწონს და მართლა არ გამოგდის ეს საქმე აქ სპორტი იქნება, ჰობი იქნება, არ აქვს მნიშვნელობა. ამ დროს შენ მართლა ღიზიანდები და ეს ამას უფრო უარეს შედეგებამდე მივყავართ და ჯობია ანუ თვითონ მშობლების და საერთოდ გარემოს სიფრთხილით მოეკიდოს ასეთ ანუ გარდაქმნის ასაკში ამ ყოფ პიროვნებას თუნდაც ჰობთან დაკავშირებით და სხვადასხვა ღირებულებების არჩევასთან დაკავშირებით. თქვენი აზრით თუ არის ერთ-ერთი მიზეზი ესეც რომ მოზარდები ძალიან ჩაკეტილები არიან თავებში და სხვა მიზეზებსაც ხოვა ჩამოთვლით გიორგი. ჩაკეტილობას რაც შეეხება, ესე იგი, საერთოდ ამბობენ, რომ გარდაქმნის ასაკი არის რთული ასაკი, მაგრამ ჩემი აზრით ეს იმიტომ არ რთული, რომ არც მშობელი და არც ბავშვი არ არის ამისთვის მზად, ანუ თეორიულად ხა მშობელმა იცის, რომ თავის შვილს შეეცვლება როგორც გარეგნობა, როგორც გიორგი თქვა, ასევე შინაგანთაც შეიცვლება და როდესაც არ არის მზად, ანუ ბავშვი არ არის მზად იმისთვის, რომ ის უნდა შეიცვალოს, მერე უჩნდება ძალიან ბევრი კითხვა, პრობლემა და შესაბამისად იწყებს საკუთარ თავში ჩაკეტვას, იმიტომ რომ ვერ პოულობს თუნდაც იმ პასუხებს არაძლევს მშობელი და ასე შემდეგ. როცა ადამიანი ვერ ახერხებს საკუთარი თავის რეალიზებას, მაშინ იწყება ეს ჩაკეტილობა, მერე შეიძლება დეპრესიაში გადავიდეს და მერე ძალიან მძიმე შედეგებამდე შეიძლება მივიდეს. ანუ კიდევ შეიძლება ამას დაერთოს მოზარდობის ასაკში ძალიან აქტუალურია აკნე ეგრეთ წოდებული, როდესაც მოზარდს აყრის სახეზე და ესეც შეიძლება გახდეს იმის მიზეზი, რომ ის ჩაიკეტოს და არ გამოვიდეს საზოგადოებაში საერთოდ. ამ დროს მგონი ყველაზე მეტად მშობელი უნდა დაეხმაროს მაინც მას ამ მდგომარეობის გამოსწორებაში და მეგობრების, აი ძალიან დიდ როლს თამაშობენ ესენი. აქტუალური არ არის საქართველოში იგივე ფსიქოლოგების ინსტიტუტი, მაგრამ უცხოეთში ძალიან აქტუალურია ეს და ფსიქოლოგის ჩარევას საჭიროებს ამ დროს მოზარდი მათი აზრით, უცხოელების აზრით და ქართველებს უფრო სხვა ტრადიციები გვაქვს და უფრო ისეთი ხალხი ვართ ჩვენ შინაგანად, რომ ჩვენ თვითონ დახმარებას არ საჭიროებთ, იმიტომ რომ აი თქვი რა ერთი და სიტყვა კიდე მნიშვნელოვანია ჩემი აზრით ბავშვობაში ან ადრეულ ასაკში აღზრდა იმისათვის, რათა ბავშვი მოემზადოს ამ პერიოდისთვისაც ხშირად ანუ მშობლები დიდ ყურადღებას არ აქცევენ ბავშვებს ადრეულ ასაკში, რაც შემდეგ იწვევს პრობლემებს, იმიტომ რომ მათ უცებ უნდებათ თქვა თავისუფლებაც და სხვა მოთხოვნილებები უჩნდებათ, ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის ფუნდამენტი და ან ადრეულ ასაკში ბავშვის ყურადღების მიქცევა და მართლაც აი ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა. ზოგჯერ მშობლებს შევიათ, რომ ზერელებს პასუხობენ ბავშვებს სხვადასხვა კითხვაზე. ამ დროს ბავშვი მომავალში ინტერესი ეკარგება და აღარ უჩნდება იმის მოთხოვნილება, რომ გაიგოს პასუხები და შემდეგ უკვე გარდაქმნის ასაკში უწევს ბევრი კითხვა მართლა როგორც გიორგი მახსენა და აქედან გამომდინარე ექნება პრობლემები როგორც ფსიქოლოგიური ისე სხვა. მე არებს როგორც აი ფსიქოლოგებზე მინდოდა რაც შეცვლა ცოტა ანუ ჩემი აზრით ჩვენ ფსიქოლოგები ნაკლებად გვჭირდება იქიდან გამომდინარე რომ ჩვენთვის ძალიან ღირებულია და ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესია. სადაც ჩვენ შეგვიძლია მივიდეთ და ჩვენთვის ისე ფსიქოლოგის როლი ბჭყალებში უხეშად რო თქვა შეუძლია შეასრულოს მამაოს, რომელიც გაგარკვევს ცხოვრებაში და ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარდაქმნის ასაკში არის ის, რომ რაღაცა ეკლესიაში მიხვიდე, რაღაცით მამაო გეტყვის, დაგაწყნარებს, დაგამშვიდებს. იგივე შეიძლება ეგრე მშობლმა ვერ გითხრას სახში და ვერ გაგარკვევს შენ გზნობებში, როგორც მამაომ და ეკლესიამ საერთოდ. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ფსიქოლოგიის და ფსიქოლოგებთან სიარულს მაინც მე ვარჩევ, რომ მამაოსთან მივიდე და ან მეგობართან ძალიან ესე არ მგონია რომელიმე სხვა ქვეყანაში მეგობრები ესე მეგობრობდნენ და ურთიერთობდნენ და ერთმანეთს ესე უყვებოდნენ, ალაგებდნენ ერთმანეთის გზას და ასე რომ მგონია რომ მეგობრებმაც უნდა შეიტანონ წვლილი და მამაოებმაც. კი, ვეთანხმები ყველანაირად, მაგრამ აი მე რაც შეეხება იმას, რომ ერთი პრობლემაა, რომ ადამიანი ჩაკეტილია მოზარდი. უნდა გამოიყვანოს, რა თქმა უნდა, მეგობრებმა, ეკლესიამ, ეკლესიამ მოძღვარმა, მაგრამ მეორე პრობლემა იქნება მაშინ, როდესაც მოძღვართან მისვლაზეა საუბარი. მოძღვართან თვითონ შეიძლება არ ქონდეს სურვილი, რომ ან რაღაც ისეთი პრობლემა აქვს, რომ არ უნდა რომ მივიდეს მოძღვართან. ეკლესიასთან ისე ახლოს არ არის ადამიანი თვითონ და მეგობარი ზუსტად ეს გზა უნდა იყოს მოძღვრამდე, მშობელი უნდა იყოს ეს გზა. რომ მიიყვანოს ეკლესიამდე, მოძღვრამდე და მაგალითი უნდა იყოს მშობელი და მეგობარი მისთვის.
გასაგებია. მე მაინტერესებს ეთანხმებით თუ არა იმ მოსაზრებას, რომ როდესაც ბავშვი ვერ იღებს სათანადო სიყვარულს და აღიარებას ოჯახში, ამ ყველაფერს ისეძებს ქუჩაში, სკოლაში, უბანში და ცდილობს თავის დამკვიდრებას. ეთანხმებით თუ არა ამას? კერძო სკოლა ლიცეუმი კვირიკე. სკოლაში სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე აპრობირებული მეთოდით. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების გარდა მოსწავლეები დამატებით სწავლობენ ორ უცხო ენას, ინგლისურს და რუსულს, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, მხატვრულ შემოქმედებას, ქართულ ცეკვას, ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს, ჭადრაკს, მეტყველებას. პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან ორჯერადი კვებით. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოსწავლეები პედაგოგის მეთვალყურეობით ამზადებენ დავალებებს. მისამართი: ალექსანდრე ყაზბეგის 47. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე 551 63 30 00. სკოლა ლიცეუმი კვირიკე. მომავლის საქართველოსთვის. ჩემი აზრით, სწორია ეგ მოსაზრება, იმიტომ რომ როდესაც არა, რა თქმა უნდა, ეხა აუცილებელია, რომ ის ბავშვი ქუჩაშიც იყოს, მეგობრებთანაც, გარეთაც, ანუ გაეცნოს გარე სამყაროს, მაგრამ თუ ადამიანს არ აქვს საკმარისი სითბო და სიყვარული ოჯახში, მაშინ ძალიან ბევრ პრობლემას ვაწყდებით თვითონ ამ ბავშვის ფსიქოლოგიაში, რაც მერე უკვე გადადის მის მეგობრებზე, ახლობლებზე და მშობლებზეც შეიძლება გადავიდეს და სავალალო შედეგიც მივიღოთ. ხო, მეთანხმები, იმიტომ რომ მართლაც რომ ოჯახი მართლაც ღირებულია ძალიან პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში, მით უმეტეს გარდაიხის ასაკში. ჩემი აზრით ოჯახი არის პირველადი, საიდანაც ბავშვი ყველაზე მეცხებულობს და ყველაზე მეც სწავლობს. შემდეგ არის სხვა სოციალური გარემო, ეს არის სკოლა, მეგობრები და სხვა დაწესებულებები, სადაც ის დადის, ჰობი, თუნდაც სპორტი, ასე შემდეგ, თუმცა პირველად არის ოჯახი, საიდანაც ის ღებულობს თავს, სწავლობს სხვა ღირებულებებს, აქედან გამომდინარე, როდესაც ის ოჯახში არ ფასდება კარგად, შემდეგ იქნება პრობლემები და მართლაც ძიებაშია და არასწორ გზაზე მიდის, ასე ვთქვათ. ანუ მშობლის სიტყვა მაშინაც კი როცა შვილისა და მისი თანატოლების ღირებულებები მიუღებელია, აკრძალვითი კი არა, ახსნითი ხასიათის უნდა იყოს და ხანდახან მოზარდის შეცდომებზე სწავლობს. თქვენ როგორ ვფიქრობთ, ან დღესდღეობით ჩვენთან, ანუ ჩვენს ქვეყანაში ასე იქცევიან თუ არა მშობლები? მშობლები ყოველთვის ჩემი აზრით ცდილობენ რომ აგიგზავნონ რაღაც და არის ხოლმე ის მომენტები, რომ ზევიდან გიყურებენ ყველაზე დიდი პრობლემა რაცაა და არ აგიქვენ როგორც უკვე ეს დასულ ადამიანად. აქედან გამომდინარე ისინი გაგზნობინებენ რომ შენზე მეტი იციან და რასაც გეუნებიან ის უნდა დაიჭეროთ. ჩემი აზრით ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, იმიტომ რომ პირველი მეგობარი ბავშვის უნდა იყოს დიდი და მამა და საერთოდ მშობლები, იმიტომ რომ ძალიან საერთოდ სხვა მეგობრობა არის. შეიძლება ყავდეს სკოლის მეგობარი, უნივერსიტეტის მეგობარი, მაგრამ მშობელი მეგობარი როცა ყავს ის არის სულ სხვა რაღაც, იმიტომ რომ იმ სიყვარულს სხვანაირად იღებ, იმ გაგებას სხვანაირად იღებს, მე უკვე როცა ლაპარაკობ, არაფერს არ დავუმალავ შენ მშობლს, როცა აი მეგობრები. აქედან გამომდინარე, როცა იგი გეუნება ისევე სიყვარულით და ისევე მეგობრობით, როგორც შენ გინდა, ყოველთვის უფრო კარგი შედეგი აქვს და ყოველთვის უფრო კარგად ვთავრდება, უფრო მეტად გისმის, იმიტომ რომ თან ხედავ მეგობრებს, რომლებიც დადიან სხვადასხვა ადგილებში მაგალითად და უშვებენ და ეგრე მეგობრებიან და შენ რო გიგზავნენ, მე რაღაცა პრობლემები გიჩნდება, შეგით რომ მე რატო თუ სხვას არა. თუ ეთანხმებით, ეს აკრძალვა არასდროს საშუალის პრობლემას და მართლაც როცა მეგობრული გარემო არის ოჯახშიც, ორივე მხარე ამ შემთხვევაში კარგად უგესახმარებს. ანუ ხშირია აგრესია უფროსი თაობების მხრიდან, ანუ მოზარდებზე, თუნდაც ქცევის გამო ან ჩაცმულობის სტილიდან გამომდინარე, ანუ რა აზრის ხართ თქვენ ამასთან დაკავშირებით, ანუ აგრესიით უნდა იყვნენ თუ რაღაც ცოტა გაგებით უნდა მოვიდნენ? რთულია ხშირად ვაკონტროლოთ ჩვენს მართლა ბოლომდე არ ვიცით ახლა რა არის მშობელი და როგორი ვალდებულება ჩვენ შეიძლება არ გვაქვს ცნობიერებული. თუმცა ცხადია რომ აგრესიით არაფერი არ გვარდება და აკრძალოთ, რა თქმა უნდა ახსნით არასაჭირო და ხშირად მართლა უნდა გაუგოთ მშობლებსაც, რომ ხშირად ვერ აკონტროლებენ თქვათ თავიანთ მოთხოვნებს და აქედან გამომდინარე შეიძლება რაღაცა არასწორად აგრესიულად უფრო რაღაც ცუდი ტონით გამოვიდეთ, თუმცა ესეც გასაგებია და პირველ რიგში ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ჩვენთვის უნდა კარგი მე მგონი და ყველა მშობელს ესე უნდა ჩემი აზრით. ჩემი აზრით, საერთოდ აი მაგ მონაკვეთში ცხოვრების მონაკვეთში ადამიანი როგორც იცვამს,
საერთოდ ყველაფერზე აღიბეჭდება, ანუ მის შიდა სამყარო არის მისი ჩაცმა და რაღაცნაირად თუ აცვი, ანუ ეს ძალიან მოწონს და ამას ძალიან აფასებს და ღირებულია მისთვის. ეს შენ მიხვალ ეტყვი რომ მოდი შენ გაიხადე და რას გავხარ და როგორ გაცვია და ჩაიცვი ისე როგორც მე მაცვია. ეს უკვე არის მის ღირებულებებზე ხაზის გადასმა და შენ ეუნები რომ მე როგორც მომწონს ისე უნდა გააკეთო. ეგა ყველაზე დიდი შეცდომა, იმიტომ რომ შეიძლება მაგ მომენტში იმ გადატეხის ასაკში მან რაღაცა თმები გაიზარდოს, რაც დახეული რაღაცები ჩაიცვას, ან ქუჩურად ჩაიცვას, ჩაჩაჩული შარვალი, იმიტომ რომ მოწონს და ეგრე არის მისთვის ღირებული და ეს არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ შეიძლება გავიდეს 2 წელი და ისევ ჩვეულებრივად რაღაცა საროჭკით იაროს და ლამაზად ჩაიცვას. ეს არანაირი პრობლემა. ამიტომ უნდა ვცეთ პატივი ერთმანეთის ჩაცმოს. მე მამაჩემთან ხო შემიძლია მივიდე და უთხრა რომ აბა რა გაწვია ეს რა არის. სადამდე გაქვს აწეული ჩამოიწია, ხო? არ შეიძლება, იმიტომ რომ იმას ეგრე მიაჩნია, ეს ყველაფერი არის შიდა სამყარო, როგორც შენ მოგწონს, ისე იცვა. აქედან გამომდინარე არ შეიძლება ჩემი აზრით რომ აი რაღაცა მაგიდაზე ხელის დარტყმით უთხრა რომ აი გაიხადე და რას გავხარ, იმიტომ რომ ძალიან უარყოფით შედეგებს ქმნის. არასოდეს არ დაგიჭერს პირიქით გავა და ვინისაც ეგრე აცვია იმათთან ერთად იქნება მთელი ცხოვრება. თქვენი აზრით რა იწვევს მოზარდებში ნერვულ აშლილობას, ანუ თუნდაც იმას რომ ადვილად ღიზიანდებით, ადვილად ფეთქდებით? ამას მე მგონი უფრო მეტად ჩვენს მოზარდობის ასაკში ორგანიზმში ისეთი რაღაცები მიმდინარეობს, რომ ნერვებზეც როგორ შეიძლება რომ ცოტა ადვილად გადავლახოთ ეს გადატეხის პერიოდი, რას ურჩევთ თქვენ თანატოლებს და თქვენზე პატარებს? დავიწყოთ გეგმისგან. ხო, ჩვენ თანატოლებს პირველ რიგში ურჩევთ მოთმინებას, რაც არც თუ ისე ადვილია ამ ასაკში, თუმცა საჭიროა. ასევე ჩემი პირველი შევა იქნება რომ მათ მონახონ მართლა თავიანთი ჰობი ან ის საქმე რომელიც მათ მოწონთ და უყვართ და პირველ რიგში ოჯახში უნდა იყოს ეს საკითხი რომ მათ ეს საქმე აკეთონ, თუნდაც სპორტი, თუნდაც იქნება ეს რაიმე მუსიკა, ნებისმიერი რამ. თავარი ამას ოჯახში არ მოყვეს წინააღმდეგობა, რადგან პირველ რიგში სწორედ ოჯახში წინააღმდეგობა იწვევს იმ პრობლემებს, რაც შემდეგ გარემოზე მოქმედებს და სკოლაშიც გადის და ყველგან და შეიძლება ზუსტად როგორც ნანა თქვა, მომავალ ცხოვრებაშიც ძალიან დიდი პრობლემები გამოიწვევს. აქედან გამომდინარე, საჭიროა მთავარი ურთიერთგაგება ოჯახში და საკუთარი თავის პოვნა. ჩემი აზრით პირველი რაც უნდა შეიცადოს მოზარდი თავის ადგილის დამყარებას და პოვნას პირველ რიგში ოჯახში და სამეგობროში. და შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ ასაკში ვიაროთ ეკლესიაში და სულიერად დავწყნარდეთ, იმიტომ რომ სულიერად როდესაც დაწყნარდები, მე უკვე ფსიქოლოგიაც უფრო ჩამოყალიბებული გიქნება, დამშვიდებული გიქნება და აღარ გიქნება იმდენი ფიქრები, ცუდი ფიქრები და სავარაუდოდ მე სხვა რაღაცეებში და ასპექტებში დაგილაგდება ცხოვრება. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მშობელმა გაიაზროს, რომ თავისი შვილი უკვე აღარ არის ბავშვი და უნდა მიუდგეს მას ისე, როგორც გარდამავალ ასაკში მყოფი ადამიანი და არა ბავშვი. ანუ თუნდაც გაითვალისწინოს მისი აზრი, ან კითხოს რაღაც ოჯახურ საკითხზე, აი შენ როგორ ფიქრობ, რომ იმან იგრძნოს, რომ ის მას უკვე აღარ იქცევიან ბავშვურად, იმიტომ რომ გარდატეხის ასაკში მყოფ პირსაც ეგ უნდა, მას უნდა რომ იყოს დამოუკიდებელი, უნდა რომ გაიზარდოს უკვე და ცოტა გაუგებრობაშია, იმიტომ რომ იგი თავს თulis უკვე დასრულად, მაგრამ დანარჩენები, ანუ გარე სამყარო აღიქვამს მას როგორც ბავშვს და ეს ჩემი აზრით აუცილებლად უნდა იყოს მოგვარებული. ნახავთ დამშვიდობებით, მადლობა რომ გვიყურებდით, იმედი გვაქვს ჩვენი რჩევები მოგეხმარებათ. ნახვამდის. კერძო სკოლა ლიცეუმი კვირიკე. სკოლაში სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე აპრობირებული მეთოდით. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების გარდა მოსწავლეები დამატებით სწავლობენ ორუცხო ენას, ინგლისურს და რუსულს, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, მხატვრულ შემოქმედებას, ქართულ ცეკვას, ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს, ჭადრაკს, მეტყველებას. პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან ორჯერადი კვებით. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოსწავლეები პედაგოგის მეთვალყურეობით ამზადებენ დავალებებს. მისამართი: ალექსანდრე ყაზბეგის 47. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე 551 63 30 00. სკოლა ლიცეუმი კვირიკე. მომავლის საქართველოსთვის.